გარისობა არის ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც შეისწავლის ექსტრემალურ პირობებში მოქმედებას, სწორმოქმედებას და ბრძოლის წარმოების ხერხებს. შევისწავლით, ვიკვლევთ და ასევე ახალგაზრდა თაობას, ბავშვებს, მოზარდებს და 20 წლამდე ახალგაზრდებს შევასწავლით ამ ხელოვნებას. თვითგადარჩენის ელემენტები, სამთო მომზადება, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური გამძლეობა და გუნდურობა. ეს გარისობის დისციპლინაა, რომელიც მრავალსაუკუნოვან ქართულ ტრადიციებს ეფუძნება და მოზარდებს რეალურ სამყაროში მოქმედებას ასწავლის. თვითონ სიტყვა გარისობა შექმნილი არის ქართული საბრძოლო ხელოვნების მკვლევარების მიერ და მოდის სიტყვა გარისადან. გარისა არის ადამიანი, არის პიროვნება, რომელიც ცხოვრობს ტყეში, ველად, მთაში, ბარში, არა აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად წერტილს, ცხოვრობს ველურ პირობებში, შეუძლია ექსტრემალურ პირობებში გადარჩენა, მოქმედება. ამის გარდა ამ ადამიანებს ძველად, როგორც არის მიკვლეული, განსაკუთრებული დავალებები ეკისრებოდა თორმე ასევე სამეფო კარზე, ბრძოლებში, ომებში. ყველა ჩვენი სწავლება, თვითგადარჩენის სწავლება მიმართულია იმაზე, რომ ნაკლები და მინიმალური რესურსით გქონდეს მაქსიმალური შედეგი. თანამედროვე სამყაროში, სადაც ახალგაზრდების ყოველდღიურობა სულ უფრო მეტად ეკრანებთანაა დაკავშირებული, თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში ისინი სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას იღებენ. ჩვენ ვცდილობთ, რომ ტრადიციული მეთოდები მოვიკვლიოთ და ამასთან, რა თქმა უნდა, თანამედროვე გამოწვევებსაც უბავთ მხარს და ვითვალისწინებთ თანამედროვე ტექნიკებსაც, რომელიც თქვათ სხვა ქვეყნების და სხვა რეგიონების თვითგადარჩენის სკოლებს აქვთ. ხელჩართული ბრძოლა, კრივი, ჭიდაობა, იარაღის წინააღმდეგ თუ იარაღით ორთაბრძოლა, ბანაკის ყოველდღიურობის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ აი რატო უნდა უნდოდეს ადამიანს ტყეში ჭიდაობა, ეს რატომ შეიძლება იყოს თვითგადარჩენა, მაგრამ ჩვენ რეალურად აქ ვაძლევთ ისეთ ცოდნას, რომელიც მხოლოდ ტყეში კი არა, ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება დაჭირდეს ადამიანს, მით უმეტეს ჩვენი რეგიონის გათვალისწინებით და გარემოს გათვალისწინებით საკმაოდ აქტუალური საკითხი არის. ცეცხლის დანთება, პირველადი დახმარების გაწევა და წყლის გაფუტვრა. ეს იმუნარების მცირე ჩამონათვალია, რომელთა ცოდნაც კრიტიკულ სიტუაციებში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. გაჩვენებთ, როგორ ხდება ნაწილობრივი გაფრიტვა ბუნებრივ პირობებში. პირველ რიგში უნდა ავაწყოთ მექანიზმი, შედგება სულ 4 კომპონენტისგან. მარლა, ნახშირი, კენჭები, ხავსი, რომელიც უნდა იყოს ძალიან კარგად გასუფთავებული, რომ ზედმეტი ნარჩენები არ გაყვეს. ნაწილობრივი გაფრიტვის შემდგომ პარალელურად ვანთებთ ცეცხლს, რადგანაც მოვახდინოთ გაუცნებურება და წყალი იყოს უფრო უსაფრთხოდ მისაღები. გარისობაში მთავარი მხოლოდ ფიზიკური მომზადება არ არის. თვითგადარჩენის სკოლაში ყველაზე რთული გამოცდა საკუთარი შიშების დაძლევა და მენტალური სიმტკიცის გამომუშავებაა. პროცენტულად რო დავყოთ, უდიდეს მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოლოგიურ მომზადებას, იმიტომ რომ შეიძლება სრულიად კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფმა ადამიანმა რაღაც რთულ მომენტში ისეთი არასწორი ნაბიჯი გადადგას, თუნდაც მისი არამდგრადი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, რომ დამღუპველი აღმოჩნდეს მისთვის. ყოველ დღე გვაქვს ისეთი სავარჯიშოები, რაც მათ საკუთარ შიშებს გადაალახინებს და საკუთარი გონების კონტროლს, ასე ვთქვათ, ასწავლის და უკეთ გააცნობს ყოველ შემთხვევაში საკუთარ თავს, რა ის სხვადასხვა რთულ პირობებში რა შეუძლია და როგორ მოქმედებს. ყურადღებით, დაშვებას ვიწყებთ. აქ მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, ფიზიკურ მომზადებას თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. გარისობის დისციპლინის დაუფლება შეუძლია ყველას, ვისაც საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა სურს. ამ სკოლის შესახებ გავიგე ჩემი მეგობრისგან, რომელმაც მომიყვა თუ რა საინტერესო საქმეები ხდებოდა აქ, როგორ დადიოდნენ ლაშქრობებზე, სწავლობდნენ ახალ ტექნიკებს, საბრძოლო ხელოვნებებს, გადარჩენას და მე ძალიან დამაინტერესა. ჩავეწერე სექტემბერში 9 თვიან კურსზე და დუშეთიდან დავდივართ მე და ჩემი მეგობარი და ძალიან საინტერესოა, ძალიან მომწონს ყველაფერი, ახალ მეგობრებს ვიჩენ. მამა ჩემი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ სკოლის პირველ ექსპედიციაზე წავიდა და ბავშვობიდან სულ ყოველთვის მიყვებოდა ამ სკოლის შესახებ. ძალიან დამაინტერესა და როდესაც მოვედი, ძალიან მომეწონა, ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე, თუნდაც ის როგორ გადავრჩა ექსტრემალურ პირობებში და არა მარტო ეს. ამ სკოლამ მეგობრობაც მასწავლა და ერთად როგორ უნდა ვიყოთ და ალბათ ინსტრუქტორობასაც ვეცდები და მომავალ თაობას ვეცდები, რომ მეც იგივე შევძინო, რაც ეხლანდელი ინსტრუქტორები მაძლევენ მე. სკოლაში შერულმა მასწავლა ძალიან ბევრი რაღაც, პირველ რიგში თვითგადარჩენა, რაც მთავარია, მენტალურადაც უფრო ყარად დავდექი, ასე რომ ვთქვათ. ასევე ძალიან ბევრი საინტერესო გასვლა მქონდა, როგორც ტყეებში, ისე თებში და ამ ერთ წლის განმავლობაში შევიძინე ძალიან ბევრი მეგობარი და მასწავლა ამ ყველაფერმა გუნდურობა.
აი ყოუტელ და ნაბიჯი, აი ნაბიჯი გავს მაგდროს, აი ცერი. ახლა ცერი შეუდგე და აი ესეთი მოძრაობა ამოსვა გააკეთე. საბოლოო მიზანი ჩვენი სკოლის დამსწავლებების პირველ რიგში არის ქართული საბრძოლო ხელოვნების აღდგენა, აღორძინება, კვლევები, მოძიება და ამ ყველაფრის გადაცემა ჩვენ მოსწავლეებზე. პატრიოტული ასე ვთქვათ ჟინი აქ უფრო ძლიერდება. იმიტომ რომ ხშირად ისეთ ადგილებში გვიწევს, ისეთი ისტორიის მოსმენები გვიწევს და ისეთი კულტურის გაცნობა გვიწევს, რომ ეს გინდა არ გინდა ნებისმიერ მოსწავლეში გაძლიერდება. შედეგი კი უკვე სახეზეა. მათთვის, ვინც ეს გზა წლების წინ დაიწყო, გარისობა ცხოვრების წესად და იმ დიდ სიყვარულად იქცა, რომელსაც ახლა სხვებს უკვე თავად უზიარებენ. ეს ყველაფერი მე 9 წლის წინ დავიწყე, როცა შემიყვანეს ქართული საბრძოლო ხელოვნების ჯგუფში, სადაც სხვადასხვა ქართული საბრძოლო ხელოვნების ილეთებს ვსწავლობდით და გავიგეთ მე და მამაჩემმა, რომ ესეთი გასვლები ტარდებოდა, რის შემდეგაც დავიწყე აქ სიარული და რამოდენიმე წლის მერე უკვე გავხდი ინსტრუქტორი და ამ ყველაფერს სხვებსაც უზიარებ. შენ რა გასწავლ პირადად? პირველ რიგში ვიტყვი, რომ შემოყვარა ბუნება, საქართველოს შემოყვარა განსაკუთრებით და მასწავლა ქართული საბრძოლო ხელოვნების წესები, თვითგადარჩენა და ასე შემდეგ, ძალიან ბევრია. თანამედროვე სამყაროში, სადაც ახალგაზრდების ყოველდღიურობა სულ უფრო მეტად ვირტუალურ სივრცეში გადადის, გარისობა რეალურ გამოწვევებთან აბრუნებს და არა მხოლოდ გადარჩენას, არამედ საკუთარი თავის რწმენასაც ასწავლის.